მოგესალმებით მეგობრებო. Am ჩართვას ვაკეთებ იმის გამო, რომ უკვე ბევრი ადამიანი პირადში მწერს და პრობლემები აქვს რაღაც სხვადასხვა ბროკერებთან, როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი და თან ისეთ ბროკერებთან, რომლებიც ფაქტიურად არ ვიცი მე რატო უნდა შეიტანო იქ და გახსნა ანგარიში, მაგრამ მათ შორის არის ესეთი ბროკერებიც ეგრეთ წოდებული, რომლებიც შეიძლება ლიცენზიითაც იქებდნენ თავს, მაგრამ თავისთავად ეს ლიცენზია არ ნიშნავს ავტომატურ კეთილსინდისიერებას და ამიტომ იმის გამო რომ ფიზიკურად შეუძლებელია ეხლა იურიდიულად რაღაცა მხრივ ადამიანმა თავი დაიცვას, არის სხვა საშუალებები. Ესეთ კომპანიებს ყოველთვის ეშინიათ და აკანკალებთ მათ ანტირეკლამის და ცუდი, ანუ ნეგატიური, ასე ვთქვათ, ლაიქების და იმის გამო რომ არც თუ ისე ცოტა ადამიანი მიცნობს ამ სფეროში, მე გამოვიყენებ, ასე ვთქვათ, ჩემს ცნობადობას ამ მიმართულებით და შევეცდები დაგეხმაროთ. მოკლედ, ვისაც გააქვთ ესეთი მსგავსი პრობლემა, აუცილებლად უნდა გამომიგზავნოთ პირადში ან ელექტრონულ პოსტაზე შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, ის რომ თქვენ ფული შეიტანეთ, მანდ ის რომ ფული ვეღარ გამოგაქვთ უკან, თუ წაგებაზია აქ ლაპარაკი, ანუ თქვენი გადაწყვეტილებით წააგეთ და რაღაცა ამით ამას უკვე ვეღარ დაიბრუნებთ და ვერაფერი ვერ დაგეხმარებათ ამ შემთხვევაში, მაგრამ სხვა მხრივ თუ კარნახით მოხდა, ასე ვთქვათ, თქვენი სლივი წაგება, ანუ ვიღაცა მენეჯერმა გიკარნახათ და ესეთი ფაქტები არიან, სპრედი გაგიშალეს ძალიან, აქ სპრედის გაშლა მოხდა, ვთქვათ, მთელი 10, 15, 20 პუნქტი, ხო, თუნდაც 3 და 4 პუნქტი იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ CFD კონტრაქტი არ არის საბირჟო საქმიანობა და შესაბამისად სპრედებს ბროკერი ადგენს და რატო იშლება მაინც და მაინც სტოპებთან 5, 6, 7 პუნქტითაც სპრედი. ეგეც პრობლემა არის უკვე და თან თუ ხშირად ხდება ეს, ასე ვთქვათ, თქვენი სტოპების გამო ხდება ამ პოზიციების შეჭმა. ამიტომ ასე რომ გააკეთეთ სკრინები, მათთან საუბარი ჩაიწერეთ, როგორ გკარნახობენ ისინი საკუთარ პოზიციებს, იმიტომ რომ თუ ესეთ დოკუმენტებს უბრალოდ არ წარმიდგენთ, მე ფიზიკურად ანუ რომც რა უნდა გავასაჯაროოთ იმ შემთხვევაში და ასეთი ანტირეკლამის გასაჯაროების შემთხვევაში თქვენ დიდი შანსი გექნებათ, რომ უკან დაიბრუნოთ ის წაგლეჯილი თანხები და მოტყუებული თანხები, როგორც ასე ვთქვათ, მათ ეს გააკეთეს, ამიტომ მათ ყველაზე მეტად ეშინიათ აი ზუსტადაც ამ ანტირეკლამის და მოდი ასე მოვიქცეთ, ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები, ჩვენ შეგვიძლია ის მაქინაცია და ის ტყუილი, რაც ეგრეთ წოდებული ვითომ ბირჟის და საბირჟო საქმიანობით არის განპირობებული და გავრცელებული ამ ქვეყანაში, არ მივცეთ გინდა ამ ქვეყანაში და გინდა უცხოური, მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ უცხოურ კომპანიებსაც არ აწყობთ ანტირეკლამა, ამიტომ ისინი შეეცდებიან ამ შემთხვევაში უკვე, როდესაც თქვენ დოკუმენტებს წარადგენთ და დოკუმენტების მეშვეობით გექნებათ დასაბუთებული, რომ ეს ასე ვთქვათ, არის თაღლითობა, იმის გამო რომ თქვენ გაგაჩუმონ, ისინი შეეცდებიან თქვენ დაკმაყოფილებას. ამიტომ მოვიქცეთ ასე, გამოვიყენოთ ეს საშუალება, გამოვიყენოთ ეს ბერკეტი და ვნახოთ რა იქნება. სხვა მხრივ ჩემ შემთხვევაში მე ყველანაირად რითიც შევძლებ დაგეხმარებით, ჩემი ასე ვთქვათ კონტაქტების საშუალებითაც ამას გავავრცელებთ, რომ არა მხოლოდ ქართულ ინდუსტრიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც
და რა მე ვფიქრობ ძალიან ანუ სულ არარაობას ჯობია რომ ასე მოვიქცეთ. ამიტომ თუ ხართ ესეთი ადამიანები გამომიგზავნეთ პირადში დამადასტურებელი საბუთები რომ თქვენზე მოხდა ესეთი თაღლითობა განვიხილავთ მე და ჩემი ჯგუფი და მე უკვე ვიმოქმედებთ იმის და მიხედვით ასე რომ ყურადღებით იყავით როდესაც ფორექს ბროკერებთან ხსნით ანგარიშებს კარგად გაეცანით მათ ხელშეკრულებას აუცილებლად გააცანით ხელშეკრულება იურისტს და ასევე შეამოწმეთ მათი ეგრეთ წოდებული პლატფორმები რომ არ იყოს სპრედების გაშლა და მთელი რიგი პრობლემები რაც მოყვება ხოლმე ამ ხრივ ტრეიდერებს. ხშირ შემთხვევაში შეიძლება თქვენი ფულის დაკარგვა არ იყოს სინამდვილეში თქვენი ბრალი და არამედ ეს იყოს ბროკერის ასე ვთქვათ რუსულ სიტყვას გამოვიყენებ პადნოშკა. ასე რომ მოკლედ მე ვასრულებ ჩართვას და თქვენიცით და თუ გექნებათ ასეთი საბუთები იმ შემთხვევაში დამეკონტაქტეთ. წარმატებებს გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ.